დაგიბრუნდით ჩემო მეგობრებო. დამატენიანებელი ნიღბის სახის ჩამობანვის შემდეგ. სახეს თქვენ თვითონვე ხედავთ. დღეს მე მინდა ჩემი შექმნილი ახალი პროდუქცია გაგაცნოთ. პროდუქციას, რომელსაც ბიბიტონალური ქვია. ამას ნახევარ მხარეს მეწავისმევ ხელით და ნახევარ მხარეს სპონჟით. თქვენ როგორ მოგეწონებათ? სპონჟი ყოველთვის დანამული უნდა იყოს. მიცერალური არა მაქვს, მე ვარდის წყალს ვხმარობ, ჩემ გამოხდილ ვარდის წყალს ვხმარობ, დავასველე. მე არ ვიცი როგორ აჩანს, ნახეთ, ძალიან თხელი მასალაა. ესე აი უბრალოდ დავადებთ, ნახეთ. ეს იყიდეს გოგოებმა აქ იტალიაში იციან მეორე წელია უკვე ამ პროდუქციას ყიდი. ორმოცდათი SPS-ი აქვს. აქეთ წავისვი, როგორც გითხარით, სპონჟით, დასველებული სპონჟით. აქეთ წავისვენ ხელით. მზის დამცაობა აქვს, ერთ სივრცეშია, არანაირი მკებავი არ უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვინც პირს დაბანას არის მიჩვეული პირს დაიბანთ, მერე წაისმევთ ამ ტონალურს, ვინც ყიდულობთ, ვინც ჩემი მომხმარებელი ხართ, ვინც უკვე იცით და გავიწყდათ, იმიტომ რომ წინა დასვენების დღეზეც გავყიდე მე და აი მე თვითონ წავისვი ახლა და ყველას გაახსენდება როგორ იხმარება. სპონჟითაც იხმარება, ხელითაც იხმარება. სპონჟით რატო? თხელია და უფრო ცოტას დაიხარჯება, უფრო ცოტა და უფრო კარგად გადანაწილდება. მე მაგალითად სპონჟის წასმას მირჩევნია სულ ცოტა ფანფი ხელის გულზე, გადავინაწილო და მთლიანად მასაჟისებურად ჩავსვა მთლიანად სახეზე. თქვენ თვითონვე უყურებთ, უკვე გავხდი 62 წლისა და მე ჩემ სახეს არ ვენდური. და გემშვიდობებით ჩემო მეგობრებო, ახალ რჩევებამდე უფრო და უფრო კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, სანამ სწავლა დაგვეწყობა, ვინც არჩევანს გადაწყვეტავს და სწავლას დაიწყებს, ის ამ პროდუქციას ყველაფერს აბსოლუტურად ისწავლის. კიდე დაგვემატა, აი რომელიც ამ წუთში ყველა უყურებს, აქ იტალიაშიც უყურებენ, ამაგიტო გეუბნებით. დაგვემატა, ნახეთ, ორნაირი საპნები, ეს საპნები იციან რისთვის არის ეს შავი წერტილებისა, ეს ლიფტინგური საპონია, ყოველდღიური სეზონური, ვისაც გინდათ, გოგოებო, მომწერეთ და შეიწინეთ. აბა გემშვიდობებით გენაცვალე ახალ რჩევებამდე.